ღმერთო დაგაგზავნოთ და უფრო მეტად წინ წავიდეთ სვენაში და სულიერად გამოცოცხლდეთ. მართლაც დიდი არის განსხვავება ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის. როგორც წმინდა მამა ამბობს, ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე განსხვავებაა დიდი, როგორც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის. წარმოიდგინეთ. ქანდაკება შესაძლოა შესანიშნავი იყოს და ყველა ადამიანს ჯობდეს თითქოს სილამაზე და გარეგნობით, მაგრამ იგი ყოველთვის მაინც ქანდაკებად და იმ მასალად რჩება, ქვად იქნება პლასტიკა თუ ხე თუ ასე შემდეგ, რადგან მისგანაც იგი არის გაკეთებული. ამიტომ ყოველი ადამიანი განისაზღვრება მისი ადამიანობა იმით და მისი უკეთესობა იმით, განიღმრთო თუ არა იგი, შევიდა თუ არა ქრისტეს მადლში, ქრისტეს მადლმა იმოქმედა თუ არა მასზე. ქრისტესთან ახლოს არის თუ არა, ამით განესაზღვრება მით უმეტეს დღეს ამ პოსაბჭოთა სივრცის ხალხის ადამიანობა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ. მიუხედავად ყველა ანტიპირობებისა ზოგჯერ თავარი სასწაული ის კი არ არის რაღაცა მოხდეს, თავარი სასწაული ისაა რომ ადამიანობა ქრისტეს მიერ განღმრთობილი, ღვთისადმი მიმსგავსებული მადლით მდგომარეობა შეინარჩუნო და ღვთის მადლით სულა განიცადო, ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირედ-მცირედი მაინც. და ყველა ადამიანში ქრისტეს სიახლოვე ეს არის ყველაზე აღსანიშნავი რამ, ქრისტეს სიახლოვე. ეს არის ზიარებით, სულიწმინდის მალტის მოხვეჭით, რა თქმა უნდა. სვენაში მყოფი ადამიანი, სვენაში ახლოს ღმერთთან მყოფი ადამიანი, მდგარი ღმერთთან ახლოს, ის უკვე მადლს ატარებს და თვითონაც მადლს აფქვევს. როგორც ამბობს ისევე წმინდა მამა, ღმართებს ვაფქვევდეთ ასეთ ნათელს. და ნათლის მატარებლები ვიყოთ. არ არის აუცილებელიო ყოველთვის თვალის მომჭრელი სიკაშკაშით ანათებდეს იგი. შეიძლება პატარა სანთელები დანათებდეს, მაგრამ ამით გამოხატოს მაინც თავისი შინაგანი ჭეშმარიტებასთან ახლოს მყოფობა. ზუსტად ეკლესია არის ის ადგილი, სადაც ღმერთი და ადამიანი ერთმანეთს ხვდება და ერთიანდება, სადაც ღმერთი შეხვდება და ადამიანი შეხვდება ღმერთს და ღმერთი შეხვდება ადამიანს. მისგან გაუცხოვებულ დღეს ამ ძიმე დროში გაუცხოვებულ ადამიანს. ამიტომ ეს არის სასწაულებრივი შეხვედრის ადგილი და ამიტომ მიხარია რომ მოდიხარ და ყოველი ადამიანი მოსული ძვირფასი არის და მოსაფერებელია და ხელშესაწყობია. რათა მოსული არ განმაგდებ მოსულს, ხომ გახდით სახარების უწევი. მოსულს შემდეგ არ განმაგდებ, რომ ის თავისი ადგილი დაიკვიდროს, ფესვები გაიდგას, გაძლიერდეს. რა თქმა უნდა ბრძოლები იქნება, ქარიც უკრის, ხეებს ჩვილ ხეებს არხევს, მაგრამ იგი ჩვილი გადაიხრება, მაგრამ არ გადატყდება, მაგრამ მისი ფესვები ხარდება და ძლიერდება. ერთგულება ღმერთისა, ქრისტესი, სადაც ქრისტე არის, იქ არის სიბრძნე და მშვიდობა. განსასწრებელი რა თქმა უნდა გვაქვს და არ გვაკლია, აღარ ჩამოთვლი რეგატის ჩვენ ამ დროში, ამ ეპოქაში, ამ დროისა და სივრცის ყოფ ადამიანებს არ გვაკლია ბრძოლები, მაგრამ ვინც ბოლომდე გახსოვთ სახარებას მიხსენებ, ისე ბოლომდე მოითმენს და შეძლებს მისთვის სამოხლის ხარი უკვე აქ არის ღია. ეკლესიიდან იწყება და მთელ ცხოვრებაში უკვე ღია არის. გიხაროდეთ ეს, ის კი არა რომ გიხაროდეს რომ სასწაულებს ვახდეთ. ჩვენი სახელები რომ ზეცაში ცოცხალთა წიგნშია ჩაწერილი ნათლობის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღსრულებული საიდუმლოს შემდეგ ჩაწერილია ზეცაში ჩვენი სიცოცხლის წიგნშია როგორც წერია, ხო? ჩაწერილი, აი ეს ჩაწერილი ეს გვიხაროდეს, არა ის რომ რა თქმა უნდა ისიც კაია, სასწაულები კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე დიდი სიხარული ის არის რომ ადამიანი სოდვას არ დაატარებს, სოდვას მოინანიებს, მივა აღსარებაზე, ეზიარება და უკეთესი გახდება. აი ეს არის ყველაზე დიდი სასწაული. მისი სულიერი ბაჯაყნოთ ქცევა არის ყველაზე დიდი სულიერი სასწაული და საოცრება. ცოდვილები ვართ, რა თქმა უნდა, გზნობთ ამ ცოდვებს და ვთილობთ რომ მოვერიდოთ ამ ცოდვებს. ვინ არ ერიდება, ვის უხარია რომ უარესი გახდეს და უარესი ჩაიდინოს. ცუდი უნდა უარესი კი არ გახდეს, ცუდი კარგი უნდა გახდეს, ხო? ამიტომ უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ. უბრალოებაშია ღვთის წყალობა, როგორც ასევე წმინდა მამები ამბობენ. და ღმერთი, რომელიც არის უსაზღვრო სიყვარული და ასევე შეიძლება ითქვას მეტიც თვით სიყვარულზე მეტი გამოუთქმელი რამაა ღმერთი, რასაც ვერ განსაზღვრავს ვერანაირი ლინგვისტიკა. სიყვარულია ღმერთი, როგორც იარაღის მეთქველი ამბობს, ღმერთი სიყვარული არის, მაგრამ იგი აი ამ სიყვარულზეც მეტიცაა, იმიტომ რომ მიუწვდომელია ბოლომდე, მაგრამ მისაწვდომია ქრისტეში ჩვენთვის აქ მიწაზე საოცრება ჰოი რომ მის სისცა და ხორცს სვამთ და ვჭამთ, ამდენად მისაწვდომია და შესისხორცებადია ჩვენთვის. დაითმინეთ, განიწმინდეთ, მადლი ღვთისა გაგიმრავლდეთ
და წრთობა თქვენი ამ ბრძოლებში უფრო მეტად მტკიცე და მყარს გახდით სარწმუნოებაში. ქრისტიანული თვითუარყოფა, საკუთარი თავის უარყოფა და თავმდაბლობა დიდი ტანჯვითა და გამწმენდელი ტკივილებით მოიპოვება. რწმენა არის მთავარი და საქმეებით ვინ გამართლებულა, მაგრამ ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში რომ უკეთესი გავხდეთ ვიდრე ვართ, თორე ვინ არის უცოდველი და ვინ არის უპრობლემო. მორჩილება, ღვთისა, მორჩილება პირველ რიგში მოძღვრისა, ღვთისა და მოძღვრისა რა თქმა უნდა და აი ამ მორჩილების ნაყოფით წინ წავალ. როცა ერთ-ერთი პატერი კი მახსენდება, როდესაც ერთი ბერი იყო და მორჩილი ყავდა და ამ ბერმა სთხოვა მოძღვარმა მისმა თავის მორჩილს წადი ბაღში და კომბოსტოს ჩითილი უკუღმა ჩარგეო. ეს სპეციალურად უთხრა, საბა როგორ დავემორჩილო. ამ მორჩილმა გაიფიქრა სიბერისაგან ალბათ აბერდა საწყალი და ალბათ კლად გონება რაღაცა სისუსტე ესაა ცოტა თავისებურად შეეშალა და სიბერისაგან მოსდის რომ არ იცის რასამობს ალბათ. წავიდა და წაღმა ჩარგო ეს მაინც რომ იფიქრა ადამიანია და ეხლა აბერდა კაცი და რაღაც შეეშალა მე ხო ვიცი ალბათ ისი გულისხმობა რომ წაღმა ჩარგო. ჩარგო წაღმა გავიდა ხანი და სად არის შენი კომბოს გახმა გადახმა რაც ჩარგო ეს ყველაფერი. ბერმა კი უთხრა აი ურჩობის ნაყოფიო. წადიო ეხლა თავიდან და ჩარგე უკუღმა როგორც გითხარი. წავიდა მორჩილი. გულისხმა ხო, პატიება ეთხოვა, წავიდა ჩითილი უკუღმა ჩარგო და გაიხარა ნაყოფმა და საოცარი მოსავალი მოვიდა. აი ეს საოცარი იგავია, მაგრამ ეს ფაქტიც არის, პრინციპში პატერი კი ფაქტი იგავია. ამიტომ აი ესე მორჩილება ღვთისა, მორჩილება მოძღვრისა, სიყვარული ღვთისა, სიყვარული ადამიანისა და ყოველივე სიყვარული ეს თანდათანობით ადამიანს წინ წაიყვანს და გზას გაუხსნის. ზუსტად ეს არის ჩვენი თავარი ამოცანა, რომ ამ სიყვარულის რეალიზაცია, ამ სიყვარულის ხორცშესხმა განმახორციელება, უბრალოებაში, როგორც მოციქულები იყვნენ, უბრალოებაში. აქ შემოდის ღვთის წყალობა. წრფელი სუფთა გულით, ხო მოიქეცი თვითარ საყრმანი და თუ არ მოიქცევი თვითარ საყრმანი, ვერ შეყვათ სათასასწოროში. ამბობს ყალი, ბავშვი სუფთა და წრფელი და უბოროტო უნდა იყოს ადამიანი და არა გონებით ბავშვი კი არა, მაგრამ ბავშვით უნდა იყოს აი ესე თავისი წრფელობით, სიყვარულით, უბოროტობით, უბოღმობით და მაშინ შედის სასუფეველში უკვე აქ ნეტარებაში. და მინდა რომ ეს გისურვოთ, ადამიანი დიდებული კნელებაა, მართლაც ხატებაა ღვთისა და მაშინ უნდა აღმოცენდეს და დავინახოთ ის მსგავსება ღვთისა, რაც არის ის დავალებული. რაშიც ყველას წარმართებას გისურვებთ. მადლობა შეშვერს ეს პრესტეს ეს თქვენ ყოველთა თანაც.